ნარკომანიასთან ბრძოლის შესახებ მთავრობის ახალი ინიციატივა შეფასებების თემაა პოლიტიკურ სპექტრში. ინიციატივა მომავალ კვირას რიგგარეშე სესიაზე გავა. მართველი გუნდით ცვლილებების აუცილებლობაზე აკეთებს აქცენტს, როგორც ცნობილია, ნარკომანიის ჩანაცვლებით თერაპიის განხორციელება სრულად სახელმწიფოს დაქვემდებარებაში გადავა და ამ მომსახურების გაწევა კერძო სუბიექტებს აეკრძალებათ. სხვადასხვა კომპანიას ასევე აეკრძალება ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი. ეს მიმართულებაც სახელმწიფოს პრეროგატივა იქნება. ჩვენის ქვეყანა ვართ, რომელიც ომს უცხადებთ ნარკორეალიზაციას, ნარკოდანაშაულს და იმ ადამიანებს, ვინც დასნეულებულია ნარკომანიით, მზათავართ რომ გაუწიოთ სამედიცინო დახმარება და მათ უკურნალოთ. ეს არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი და გამოწვევა დღევანდელ დღეს. გამკაცრდა კანონმდებლობა სულ ცოტა ხნის წინ ნარკორეალიზატორებთან, დამამზადებლებთან, გადამზიდავებთან ყველა გავითვალისწინეთ პრაქტიკულად. შემდეგი ეტაპი არის ის, რომ და იცით თქვენ იმ კანონში ჩვენ ჩავდეთ იძულებითი მკურნალობა, როდესაც უზღუდავთ მანქანის მართვის მოწმობის შეზღუდვას, იარაღის ტარებას, თანამდებობის დაკავებას. ამიტომ თანმიმდევრული ნაბიჯებით და შემდეგი არის ის, რომ სახელმწიფომ სრულად უნდა აიღოს დასნეულებულთა მკურნალობა თავის ხელში. ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით უყურადღებობაში ვერავინ ვერ დაგვადანაშაულებს, ძალიან გამართულად მუშაობს როგორც სადამსჯელო სისტემა იმ ხალხის მიმართ, ვინც ავრცელებს ამ უბედურებას საქართველოში. და გარკვეული ლოიალური და საკმაოდ ინტენსიური დამოკიდებულება, პოზიტიური დამოკიდებულება დაავადებულ ადამიანთა მიმართ. მაგრამ ეს არ ცვლის ვითარებას, უნდა შეიცვალოს შესაბამისად კანონი და მოქმედებების გარკვეული პაკეტი უნდა შედგეს, რომელმაც საქართველოს უნდა გადაარჩინოს ახალგაზრდა თაობა განსაკუთრებით. ცვლილებები, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რა თქმა უნდა, კიდევ არის ქართული ოცნების გუნდის გადაწყვეტილების გაგრძელება და კიდევ ერთხელ ხელს შეუწყობს, რომ საქართველოს მომავალი ახალგაზრდობა იყოს გადარჩეს ელემენტარულად და მამას, ვისაც აქვს სურვილი, რომ საკანონმდებლო ჩარჩო გამოიყენოს საკუთარი ბავნი მიზნების აღსასრულებლად, ეს ყველაფერი იქნება მინიმუმამდე დაყვანილი, მოსპობილი. ნარკომანიასთან ბრძოლის შესახებ მთავრობის ახალი ინიციატივა ოპოზიციის კრიტიკის საგანია. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, ეს ინიციატივა მხოლოდ საარჩევნო მიზნებს უკავშირდება. ქართულ ოცნებას რომ აინტერესებდეს რეალურად ნარკოდამოკიდებული ადამიანები, რომელთაც ჭირდებათ რეაბილიტაცია და სახელმწიფო ვალდებულია მათ დაეხმაროთ, მაშინ ამ ადამიანებს მეტადონის პროგრამაში ჩართოს, მათ შორის თავისი ბინძური მიზნებისთვის არ გამოიყენებდა საარჩევნოდ. და მე შემიძლია გითხრათ მილიონი მაგალითი სამეგრელოში და არ მხოლოდ სამეგრელოში მეტადონის პროგრამაში მონაწილე ადამიანებს, რომელსაც რეალურად დახმარება ჭირდებათ, როგორ იყენებს საარჩევნოდ ქართული ოცნება. ბენეფიციარები ეგრეთ წოდებული, რომელიც ამ პროდუქტის მომხმარებლები არიან, ამ შემთხვევაში რაღაცნაირად უფრო მეტის ღირსებიც არიან, იმიტომ რომ თვითონ მიანიჭეს ხოცებს ასეთი ტიპის ლეგიტიმაცია. თვითონ იძახეს ის, რომ 51 თუ არ შემოხაზავს კიდევ უარესად იქნება საქმე და ახლა როდესაც ერთპიროვნულ მმართველობას ვიღაცას ხელში ჩააბარებ და ზოგადად უარსიტყვი საკუთარი ინტერესების დაცვაზე და მიანდობ ზრუნველ თავრობას, ამას ბჭყალებში მზრუნველ თავრობას ხშირად მოუნდება რომ გაგტყიპოს. და ამ პროცესს ხედავთ ახლა. ნარკოტიკებზე დამოკიდებული ადამიანები ჩვეულებრივ პაციენტები არიან. მე მიმაჩნია რომ ისინი არიან პაციენტები. მაშინ მოდი კერძო საავადმყოფოების დავხუროთ და მარტო სახელმწიფო საავადმყოფოები იყოს. აბსოლუტურად ყველანაირ აზმოკლებულია და ნარკოპოლიტიკა ეს არ არის მარტო რომ დავიჭიროთ, დავსაჯოთ და შევწყვიტოთ რაღაცა პროგრამები. არა, ეს არის ძალიან დიდი, ძალიან ვრცელი სისტემა და აქ პოლიტიკური ნება ჭირდება და არა მარტო ჩანაცვლებითი პროგრამა.